მარკეტა გრეგოროვა, ჩეხი ევროპარლამენტარი მწვანეთა პარტიიდან TV1-ს დეტალური ინტერვიუს აძლევს და ის დეტალურად პასუხობს ქართული ოცნების დეზინფორმაციის კამპანიას, რასაც ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვისმენთ ივანიშვილის პარტიიდან, რომ თითქოს ვიზა ლიბერალიზაციის გაგრძელების სანაცვლოდ ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვს იდენტობის დაკარგვას და კაცების გათხოვებას. ეს ასე ნამდვილად არ არის, ამბობს მარკეტა გრეგოროვა, ეს არის თავიდან ბოლომდე ტყუილი, ის პირდაპირ ადანაშაულებს ქართულ ოცნებას დეზინფორმაციის გავრცელებაში და კიდევ ერთხელ აზუსტებს იმას, რომ ევროკავშირის უმეტესობა ქვეყნებში ერთსქესიანთა ქორწინება საერთოდ არ არსებობს, მაგალითად მას მოყავს ჩეხეთი, რომელიც არის წლებია ევროკავშირის წევრი და ოფიციალური პრაღისთვის არავის მოუთხოვია ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება, შესაბამისად ოცნება იტყუება მისი თქმით, როდესაც საზოგადოებას არწმუნებს, რომ ასეთი მოთხოვნები აქვს ევროკავშირს. ევროკავშირი ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ ფუნდამენტური პრინციპების დაცვას და მათ შორის ის კანონმდებლობა, რასაც იღებს ქართული ოცნება, გრეგოროვას შეფასებით არის თავიდან ბოლომდე აცდენილი ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ეს ყველაზე კარგად იცის თავად ქართულმა ოცნებამ. Well, there is absolutely zero European integration if Georgian Dream. ევროკავშირში ინტეგრაცია არ იქნება თუ ქართული ოცნება გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც ახლა ვხედავთ. ეს მათ ძალიან კარგად იციან. ისინი იღებენ კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ევროპულ კანონმდებლობასთან. და მათ კარგად იციან, რომ ევროპული ინტეგრაცია სხვა ბევრ ფაქტორთან ერთად მოითხოვს კანონმდებლობის თანხვედრაში მოყვანას ევროპულ კანონმდებლობასთან. ისინი იყვნენ პირველები, ვინც გადადგეს ნაბიჯი ევროკავშირის წინააღმდეგ და ახლა, რასაც ვხედავთ ევროკომისიის მხრიდან არის მხოლოდ რეაქცია და გულწრფელად გითხრათ ძალიან რბილი რეაქცია. ვფიქრობ ზედმეტად რბილიც კი. That's of course a lie. ოცნების პროპაგანდა რა თქმა უნდა ტყუილია, რადგან ერთსქესიანთა ქორწინება ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში საერთოდ არ არის. ახლა ჩეხეთიდან გესაუბრებით და ჩვენ არ გვაქვს ერთსქესიანთა ქორწინება და ჩეხეთი ევროკავშირის წევრია უკვე 21 წელია. და გინდათ თქვათ, რომ 21 წლის განმავლობაში რაღაცის გაკეთებას უშედეგოდ გვაიძულებთ. ნან, ეს ხომ ნონსენსია. ეს არაფერ კავშირშია ევროკავშირში ინტეგრაციასთან. სიმართლე გითხრათ, ახლა გამოსავლის დანახვა მიჭირს. მე არ მჯერა, რომ ზეწოლის გარეშე შესაძლებელია იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველოში ჩატარებული ნებისმიერი სახის არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს. როგორი სცენარით განვითარდება პროცესები ახლა, მარკეტა გრეგოროვა საზოგადოებას უხსნის, რომ 20 ოქტომბერს ბრიუსელში შეიკრიბებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. 20 ოქტომბერი არის ის თარიღი, როდესაც 4 ოქტომბერი არის ჩავლილი უკვე ქვეყანაში და გარკვეულწილად ვითარება იქნება ჩამოყალიბებული და უფრო ნათელი ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვისაც 20 ოქტომბერს იმსჯელებენ ევროპის პირველი დიპლომატები საქართველოზე, ერთგვარი ჩარჩო დოკუმენტიც მომზადდება. ამის შემდგომ ორი ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს საქართველოსთან დაკავშირებით. ერთი ეს არის ვიზა ლიბერალიზაციის ანგარიში, თუ როგორ ასრულებს საქართველო ვიზა ლიბერალიზაციის კრიტერიუმებს და ასევე გაფართოების ანგარიში და შესაბამისად საბოლოო გადაწყვეტილება ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე უკვე მიიღება დეკემბერში, როდესაც ევროპული საბჭო, ევროპელი ლიდერები შეიკრიბებიან და იმსჯელებენ ჩვენ ქვეყანაზე. Yes, so the deadline given to Georgian Dream ევროკომისიის მიერ დაწესებული ვადა ისე ამოიწურა, რომ ხელშესახები პროგრესი ქართულ ოცნებას არ აქვს. ახლა კი რაც მოხდება არის ის, რომ ევროკომისიას შეუძლია მერვე მუხლის საფუძველზე წამოჭრას ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების ინიციატივა. ამ საკითხის გადაწყვეტას არ სჭირდება უმრავლესობის მხარდაჭერა. ამიტომ ამ ინიციატივას ვერ დაბლოკავენ უნგრეთი და სლოვაკეთი. თუმცა სამწუხაროდ ეს გადაწყვეტილება დააზარალებს არამხოლოდ ოცნების მაღალჩინოსნებს, არამედ სრულიად საქართველოს მოსახლეობას. ასე რომ ახლა ევროკავშირი რთული გამოწვევის წინაშე დგას, როგორ მოახდინოს ზეწოლა მთავრობაზე ისე რომ პროევროპულად განწყობილი მოქალაქეები ან თუნდაც სრულიად ქართული საზოგადოება ამით არ დააზიანოს. რაც შეეხება პერსონალურ სანქციებს. სამწუხაროდ ვერ ვხედავ გზას, რომ ვიქტორ ორბანი შესაძლოა ამ ნაბიჯზე დაითანხმონ. თუმცა ფაქტი, რომ შესაძლოა არ დაწესდეს ფართო ერთსულოვანი სანქციები, არ ნიშნავს იმას, რომ უნგრეთის და სლოვაკეთის გამოკლებით სხვა ქვეყნებს, ანუ 25 ქვეყანას არ შეუძლია დაუწესოს ნაციონალურ დონეზე შეზღუდვები ოცნების ხელისუფლებას. ამ გადაწყვეტილებასაც უზარმაზარი გავლენა ექნება, როგორც ვიცი, რამდენიმე ქვეყანას ასეთი სანქციები უკვე დაწესებული აქვს. პოლიტიკური შემოდგომა ევროკავშირში ისე დაიწყო, რომ საქართველოს არც ერთ შეხვედრაზე არ არის მიწვეული. ჩვენ ვნახეთ შეკრება კოპენჰაგენში, სადაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ყველა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა იყო მიწვეული, სადაც მსჯელობდნენ ევროკავშირის გაფართოებაზე, თუმცა აქ ქართული ოცნების ადგილი არ აღმოჩნდა და ჩვენ მოვისმინეთ მაშინ დანიის განმარტებაც, რომ მიზეზი არის თავად ქართული ოცნების გადაწყვეტილება, რომ შეაჩეროს 2028 წლამდე ფორმალურად ევროკავშირში ინტეგრაცია პროცესი და ასე გაგრძელდება სავარაუდოდ მომავალშიც არც ერთ შეხვედრაზე საქართველოს ამ დროისთვის დაპატიჟებული არ არის.